დღეს ვსაუბრობთ საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის გადაწყვეტილებაზე. საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ეს ამბავი რამდენიმე დღეა ფართოდ განიხილება მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის კონტექსტში. მაგრამ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება სინამდვილეში? მაკრონი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ემსახურება სამართლიან და მდგრად მშვიდობას. თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს არ არის დიპლომატიური ნაბიჯი. ეს არის სტრატეგიული საჩუქარი ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, რომელიც აფინანსებს ამარაგებს იარაღით და მეთაურობს იმავე პალესტინურ ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ახლა საფრანგეთი ლეგიტიმაციას აძლევს. საინტერესოა, რომ მაკრონი ამ ნაბიჯს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მხარდაჭერად წარმოადგენს, მაგრამ ერთპიროვნული აღიარება მოლაპარაკებების გარეშე ამ პრინციპებს აქვეითებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰამასი როგორც ტერორისტული ორგანიზაცია მართავს ღაზის სექტორს. გზავნილია ტერორისტული, ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმებისთვის, რომ ძალადობა მუშაობს და ჭრის. ჰეზბოლა ლიბანში, ისლამური ჯიჰადი და ჰამასი, ღაზის სექტორში, ჰუსიტები იემენში. ყველა მათგანი ირანის მხარდაჭერით ზეიმობენ ყველა იმ საერთაშორისო ჟესტს, რომელიც ერთგვარ იზოლირებას ახდენს ისრაელისას. ავტორიტარული რეჟიმებისთვის ეს არის დამატებითი შანსები და ჩვენ უკვე ვნახეთ ნიკარაგუის დიქტატორის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად ცნობის შესახებ განცხადებაც. რუსეთიც, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ყველაფერს იმას, რაც დასავლეთის ერთიანობას ვნებს და აზიანებს. ისრაელი გამოთქვამს მწვავე პროტესტს მაკრონის გადაწყვეტილების შესახებ. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ტერორიზმის დაჯილდოებაა და საფრთხეს უქმნის ისრაელის არსებობას. მაკრონის გადაწყვეტილება ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების პოზიცია პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა შტატების პრეზიდენტმა ტრამპმაც. პალესტინის აღიარებას ეწინააღმდეგება სალმან რუშდიც, ცნობილი მწერალი, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელ პირობებში პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ჰამასის მიერ ირანის თანამონაწილეობით დამთავრდება როგორც ირანის სატელიტი და თალიბანური ტიპის სახელმწიფო. მან ეს განცხადება ჯერ კიდევ შარშან ბერლინში გააკეთა. მწერალი, რომელიც ირანის რეჟიმისგან დევნას განიცდის, აღნიშნავს, რომ მუდამ იყო პალესტინის მხარდამჭერი, თუმცა დღევანდელი პირობები ამის საბაბს აღარ იძლევა. რა იქნება საბოლოოდ ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ფაქტია. დასავლეთს ევალება არ დაუჭიროს მხარი ძალადობას და არ მისცეს ირანსა და მის პროქსებს საშუალება გაძლიერდნენ. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიის დაჯილდოება, იქნება ეს ღაზიდან, ბეირუთიდან, თეირანიდან თუ თუნდაც მოსკოვიდან.